ვარ დეა ბეჟდაშვილი 20 წლის კასპიდან. კულტურის სახლში მუშაობ, საბავშვო ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ და აგრეთვე სიმღერას ვასწავლი. ფუნქციონირებს გასართობი ცენტრი, სადაც წამყვანი ვარ. ვიყავი დაოჯახებული, ამჯერად აღარ ვარ. სიყვარულით მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რა და როგორ იქნება, დაველოდებ მოვლენების განვითარებას. ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, შევურიგდე, არ შევურიგდე სამწუხაროდ და ნახოთ რა იქნება. ჩემმა ყოფილმა ქმარმა იცის რომ მონაწილეობ Voice-ში. კი, ყოველთვის იყო ჩემი გულშემატკივარი, ყოველთვის უხაროდა ჩემი სიმღერა, ჩემი წარმატებები, ჩემი სცენაზე დგომა. ახლაც რომ გაიგო რომ მონაწილეობას ვიღებ, ძალიან გავუხარდა. კასპში ყველა ელოდება, როდის გამოვჩნდები ეკრანზე. ვაიმე რა კარგი გოგო ხარ. გამარჯობა. სახელი? დეა. დეა. რა ლამაზი ხარ, კინოში უნდა გადაგიღონ შენ, იცი? კი. არ გიცდია? არა. ძალიან კარგი გოგო ხარ. 20 წლის ვარ. 20 წლის. მე მეგონა რაღაც 17 წლის პატარა გოგო, რომელიც ერთ კიდე სკოლაში სწავლობს. ვაი. ვაი. მე დამაკლდა, პირველი რაც დამაკლდა ეს არის გული, მაგრამ მე მესმის რომ ყველა ძალიან ღელავთ რა დროს გულიაო ზოგი ფიქრობს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი. და პრინციპში პირველად არის კონკურსი სულ არის მონაცემები მშვენიერი, საერთოდ საქართველოში. ეხლა ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას არის და იგივეს ვიტყვით მე მგონი, მონაცემები მშვენიერი. ნერვიულობა თავის აშვება. ძალიან დიდი მადლობა საყვარელ შოუსთვის. მადლობა. ნაწყენია ეს გოგო. აქ ხო იცი იმაზე არ არის, კარგად ვღერი ხარ თუ ცუდად ვღერი ხარ. აქ არის იმაზე, ვის როგორი თიმი შეკრა უნდა, ხო? ანუ მე ამითი მოვიგებ, ან ამითი არ მოვიგებ. ვიღაცას თავისი სტრატეგია აქვს, ვიღაცას ის ეგრემას არ ნიშნავს, რომ შენ ან ცუდად ვღერი ხარ. აქ არის თვითონ წვრთნელის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი. რომ ეგეთი ხმა ჭირდება თუ არა თავის პატარა თიმში, ხო? მაგარი ხარ, მოდი ჩემთან. მოკლეს ადამიანი ხარ.